ორი დღეა გადაუღებლად თავს ქუთაისში მოქალაქეები მთავარ გამოწვევად გზებისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. Როგორც ისინი მეგატივის სოციალურ ქსელში განთავსებულ გამოკითხვაში წერენ, საჭიროა გზების გაწმენდა, რათა მოქალაქეებმა ნორმალურად შეძლონ გადაადგილება. გზები გაწმინდონ გაქვავებული ტალღისებრი თოვლიან ნინოშულზე საშინელებაა. სკოლაში ვერ მივდივარ, მარკეტამდე მივხოხდი გაჭირვებით. გაუწმენდავი გზა რა პრობლემას ქმნის, თქვენ დაასრულეთ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უპასუხისმგებლობის პიკი. პლაშატკაზე ისედაც ძლივს დადიოდა 34 ნომერი და ახლა საერთოდ არ დადის, რის გამოც 35 წუთიანი ტრანსპორტის ლოდინის დრო გაიზარდა უშედეგო და უსასრულო ლოდინამდე. ინფრასტრუქტურა სრულიად მოუწესრიგებელია, კისერს მოიტეხს ადამიანი. გზებია გასაწმენდი, ეს თუ მიაყინა, ცუდად იქნება საქმე. წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები. ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შესახებ განცხადებას ავრცელებს ქუთაისის მერია. ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ბოლო დღეებში უხვად მოსული თოვლის საფარისაგან. სპეცსერვისების მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი. გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მუნიციპალური სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იმერეთში 2 დღეა ინტენსიურად თოვს უამინდობა თვის ბოლომდე ამოსალოდნელი.